ხორბალი და პური მხოლოდ სასურსათო პროდუქტები არ არის, მასია დამოკიდებული ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და ფასების სტაბილურობა. 2025 წელს სექტორისთვის არჩეულია გამოწვევების გარეშე იყო გლობალურ ბაზრებზე ფასების მერყეობას, ლოგისტიკური რისკები, რეგიონული გეოპოლიტიკური ფაქტორები და შიდა წარმოების გამოწვევები. როგორ აფასებენ წელს სექტორში, რამდენად დაცულია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება, რა როლი აქვს ადგილობრივ წარმოებას და როგორ ემზადება ბაზარი 2026 წლისთვის. ლევან სილაკავა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვერდთვება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. წელი სრულდება და შესაბამისად ყველა სექტორის მიხედვით გვაქვს ინტერესი, როგორი იყო 2025 წელი მთლიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ მე და თქვენ ამ წლის განმავლობაში რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და გქონდა საშუალება დეტალურად გაგვეკეთებინა მიმოხილვა ბაზარზე არსებული ტენდენციების, წლის ბოლოს როგორ შეაფასებდით განვლილ 2025 წელს? კი ბატონო, მოგესალმებით მაიკო, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. დამდეგ შობა ახალ წელს ულოცავ, თქვენის მეშვეობით საქართველოს და წარმატებულ წელს უსურვებ. თუ გადავხედოთ 2025 წელს თქვენს სწორად ბრძანეთ, ანუ იყო გამოწვევები, იყო რა თქმა უნდა ფასების მერყეობა, გლობალური გამოწვევები, მათ შორის გეოპოლიტიკური. თუმცა რეალურად დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სტაბილურობის ვთქვათ ფაზაში ვართ შესულები. რეალურად ისტორიულად თვე დეკემბრის სადღაც 20 რიცხვისათვის უკვე ფაქტიურად მომზადებული ვართ მარაგების ხრივ და თუ შევხედათ ფასებიც სტაბილურია. სტაბილურობა ფასების განისაზღვრა მათ შორის რეგიონალურად და მსოფლიო ბაზრებზე ბოლო თვეების განმავლობაში ფასების სტაბილურობა, მოსავლის რაოდენობის მატებამ და შესაბამისად, დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება სტაბილური მდგომარეობა, მათ შორის ხორბლის მიმართულებით, ფქვილის მიმართულებით და პურის ფასის მიმართულებით. თუმცა ვიცით, რომ პურის ფასთან მიმართულებაში გამოწვევები იყო რამოდენიმე თვით. ბატონო, რას ნიშნავს მაგალითად სტაბილური მდგომარეობა პურის ფასთან მიმართებაში? რაღაც გარკვეული პერიოდის წინ პურზე ფასმა მოიმატა, რაღაც გარკვეულ სახეობებზე, თუმცა მაინც მატება გქონდა სახეზე. ამ კუთხით მოლოდინი როგორი უნდა ქონდეს? ახლა თქვენ არ ხართ უშუალოდ პურის მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენელი, თუმცა მთლიანობაში ბაზრის ტენდენციები რა დასკვნის საფუძველს იძლევა 2026 წელს ამ ნაწილში უნდა ველოდოთ თუ არა ფასის ზრდას? რეალურად, როდესაც პურის ფასის მატებაზე ვლაპარაკობთ, ისევე როგორც ყველა პროდუქტის მატებაზე, თავისთავად ცხადია, აქ ორიენტირი უნდა იყოს ის, რომ ის არ გასცეს მიჯნობრივ ინფლაციას, რომელიც თქვა მთლიანად ქვეყანაში არის, იმიტომ რომ ინფლაცია ყველა ქვეყანაში არის, მსოფლიოში ყველას ქვეყანას აქვს და შესაბამისად თავისთავად ცხადია ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანასაა და სხვადასხვა პროდუქციაში არის ასახული, თავისთავად პურშიც არის. უბრალოდ ის თემა არის, რომ საქართველოში პური სენსიტიური თემაა, გამომდინარე იქედან რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ დონეზე თქვათ ადამიანების შემოსავლების ხრივ რომ ეს სენსიტიური არ იყოს და ძალიან დიდი ყურადღების ქვეშაა ეს ყველაფერი. თვითონ ფასის მატება რამოდენიმე თვის წინ გამოწვეული იყო ფაქტიურად ობიექტური მიზეზებით, რაც პურის წარმოებლებმა ახსნეს ჩვენმა კოლეგებმა, თუმცა იქ არ იყო პირდაპირი მინიშნება ფქვილის ფასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე ხორბალი გიხარით რომ სტაბილური იყო. იქ იყო უფრო გლობალური ჩვენი ბაზრისთვის ვიტყოდი გამოწვევა, ეს იყო სამუშაო ძალის თემა, როდესაც ხელფასების მატება მოხდა, ენერგომატარებლების თემა იყო, ამ შემთხვევაშიც ფასების მატება მოხდა და შესაბამისად, იქ იყო კიდევ ერთი საკითხი გამოყოფილი, ეს იყო სადისტრიბუტო მანქანებზე ჯარიმები. აქედან გამომდინარე, მოხდა ის, რომ გარკვეულწილად ფასები შეიცვალა პურზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ფქვილთან მიმართებაში ფასების ცვლილება არ მოხდა. ბოლო კომენტარების, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გააკეთა პურის ასოციაციამ, აგრეთვე ფქვილთან მიმართებაში, ფაქტიურად ფასთან მიმართებაში აქ არ გამოთქმულა არავითარი ვთქვათ წინაპირობა იმისი, რომ ამან იმოქმედა ამ ფასებზე. შესაბამისად, ფქვილთან მიმართებაში ფასები დღესაც სტაბილურია და მოლოდინიც არ გვაქვს იმისი უახლოეს თვეების განმავლობაში, რომ გაიზარდოს, იმიტომ რომ მარაგები შემოტანილია, ერთი თვე იქნება თქვა ფაქტიურად ის რეჟიმი, როდესაც ბიზნეს აქტივობა შემცირებული იქნება და თავისთავად ცხადია, მარაგების მხრივ ჩვენ უკვე დავიმარაგეთ ეს ყველაფერი და შესაბამისად ეს თვეები იქნება უმტკივნეულო ამ მხრივ.
ბატონო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადად გლობალურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით არის რამდენად გვაქვს ამ კუთხით სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სტაბილური ვითარება. ეხლა მე თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად ამ ნაწილში რაიმე ტიპის გამოწვევა და პრობლემა ამ მოცემულობით არ გვაქვს და არც ველით. სრულიად შეგიძლია თქვათ, რომ არავითარი გამოწვევა ჩვენს წინაშე ამ თვეების განმავლობაში არ იქნება, იმიტომ რომ მარაგები არის, ქართული ხორბალის გარკვეული ნაწილი აგრეთვე არის საქართველოში შენახული ფერმერების მიერ და რეალურად ის გარდამავალი მარაგი, რომელიც აუცილებელი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის შემოტანილია და დაბინავებულია, მათ შორის იმპორტირებული. შესაბამისად, გამოწვევებს არ ველოდებით უახლოეს თვეების განმავლობაში ამ მხრივ. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ კითხოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე, რომლის საფუძველზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, შესაბამისი სტრუქტურები, სავარაუდოდ კონკურენციის ააგენტო და მთლიანობაში ეს სექტორები ჩაერთვება ერთგვარად იმის შესწავლაში, ხომ არ არის სამომხმარებლო ფასებთან მიმართებაში რაიმე ზედმეტობას, ხომ არ აქვს ადგილი, პრემიერს მოყვანილი ჰქონდა დაუშვათ იქ ევროპის მაგალითი, საქართველოში მაგალითი, როგორი რა შემოსავალი აქვს და რა მოგებაზე მუშაობს ამ შემთხვევაში ქართული კომპანია და ევროპული და აი ამ ეს ფაქტორები და ეს პროცესები რაიმე ტიპის გავლენას იქონიებს თუ არა ამ შემთხვევაში უკვე პურის ფასზე და ხორბლის ნაწილზე და ფქვილზე და ამ რეალობის გათვალისწინებით თქვენ შემთხვევაში ხედავ თუ არა რაიმე ტიპის პრობლემას თუნდაც იგივე ფასებთან მიმართებაში კონკურენციის კუთხით თუნდაც კი ბატონო მაიკო, მე წარმოვადგენ არა მარტო ფქვილის წარმოებელთა ასოციაციას, არამედ გაერთიანებული ვარ წარმოებელთა ფედერაციაში, სადაც ასევე ხელმძღვანელის პოზიცია მიკავია და შემიძლია ვთქვა, რომ რეალურად თვითონ თავარი აქ არის ის, რომ მთავრობამ არ გადააჭარბოს კონტროლს, იმიტომ რომ რეალურად რა თქმა უნდა კითხვით არსებობს რაღაც პოზიციებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ ფართოდ უნდა შევხედოთ სურათს, უნდა შევხედოთ როგორც მომხმარებლის კუთხით, ისე ბიზნესის კუთხით და შესაბამისად უნდა ვნახოთ როგორ არის აწყობილი ჯაჭვი ფასთან მიმართებაში. იმიტომ რომ ფასთან მიმართებაში ჯაჭვი აწყობილი არის თვითონ პროდუქცია როგორ იქნება და შესაბამისად რა გადასახადების გადახდა უწევს, მათ შორის წარმოებლებს, მათ შორის რიტეილ სექტორს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ სწორი კონკურენციის პირობები არის ბაზარზე, მათ შორის რიტეილ სექტორში, თავისთავად ცხადია, ფასებთან მიმართებაში, თავისთავად ცხადია, აქ შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ სწორად არის ყველაფერი. და აქ მაშინ შემოდის ასეთი აქცენტი, რომ მაშინ შესაძლებელია ფასების თქვა დაბალანსება, მათ შორის თვითონ საკანონმდებლო კუთხით, მათ შორის არ გადასახადების კუთხით, DGG-ს კუთხით, იმიტომ რომ მე გადავხედე დილას თქვა გარკვეული ანალიტიკას და იქ თან ხდება თქვა ექსპერტების ნაწილი სხვა აზრზე არის, რომ საგადასახადო კუთხით, მაგალითად DGG-ს კუთხით შესაძლებელია გარკვეულად ფასების რეგულირება, უფრო დაბალი რო იყოს ფასები. თავისთავად ცხადია, შეიძლება არსებობს კონკურენციის პირობებში რაღაც კითხვები, აქაც შესაძლებელია, თქვათ, ეს კითხვები დაისვათ. პურთან მიმართებაში რო შემიძლია გითხრათ, მაგალითისათვის მე ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვკითხულობ და ორი კვირის წინ მქონდა ესეთი შეთავაზება სტუდენტებისათვის, დებატები გავაკეთეთ, აკონტროლოს თუ არა მთავრობამ უნდა პურის ფასი. თავიდანვე ორი ჯგუფი იყო და სტუდენტების დიდმა ნაწილმა თქვა, დიახ, აკონტროლოს უნდა, იმიტომ რომ და მე გამოვიდა ეს თემები, რომ სოციალურ დაუცველი ყავს ძალიან ბევრი, ანუ სენსიტიური თემა არის. შემდეგ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ორი პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი გამოიკვეთა მეორე ჯგუფის მიერ, რომელიც დებატებში მეორე მხარეს მონაწილეობდა, რომ ისიც თვითონ ბიზნესი იყო და მათაც ხელფასების დამოთხოვეს თავიანთი დასაქმულ ადამიანებმა, შესაბამისად თავისთავად ცხადია, იქ გამოიკვეთა მე უკვე ნიშნები იმისათვის, ან საკანონმდებლო თქვათ ინიციატივებით უნდა გაკეთდეს ეს შემცირდეს, იგივე DGG-ს აშემოაც რამე გადასახადი, ან რეალურად მაშინ უნდა მოხდეს ის, რომ ფაქტიურად ბაზრიდან უნდა გავიდეს რაღაც კომპანიები, იმიტომ რომ რაღაცაში ვერ ჩაეტევიან. შესაბამისად, ამას რატო ვამბობ? საჭიროა ფართო მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა. ან კიდე იყო ერთი საკითხი, რომელიც გამოიკვეთა სოციალურ დაუცველებისთვის, თქვათ, შეიძლება სხვა რაღაც შეღავათები დაწესდეს. აქედან გამომდინარე, ერთგვაროვანი პასუხი შეიძლება აქ არ იყოს, თქვათ, მოძებნილი, თუ თქვათ, ყველა მხარე ამას
თვალში არ ჩაერთო და გარკვეულწილად ეს სწორი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თორე სხვა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ რაღაც სხვა შედეგები, მათ შორის ყველაზე იაფი პროდუქციის შემოტანა გახდეს, თქვათ, უფრო პრიორიტეტი და დახლებიდან გაქრეს რაღაც ფართო მოხმარების საგნები, რაც აგრეთვე არ იქნება სწორი. შესაბამისად, აქ ბალანსი დასაცავია. ძალიან დიდი მადლობა. ლევან სილაგავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი და რა თქმა უნდა შევხვდებით 2026 წელსაც. განვაგრძობთ გამოშვებას.